ბათუმში მშენებლობისა და დიზაინის გამოფენა გაიხსნა. საგამოფენო პავილიონებში 5 ქვეყნის 70 სამშენებლო და დიზაინის კომპანიაა წარმოდგენილი. სამშენებლო მასალების, დანადგარების, სამშენებლო აღჭურვილობისა და არქიტექტურული ტექნოლოგიების ნახვა დაინტერესებულ პირებს 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. გამოფენის პირველი დღის შესახებ პირდაპირ ეთერში მარი ბოლქვაძე ისაუბრებს, მარი გისმენთ. ნაციის სამშენებლო მასალები, რომელიც კომპანიებმა წარმოადგენს, არა მხოლოდ მასშტაბური მშენებლობებისთვის გამოიყენება, მაგალითად მარმარილოს და გრანიტის ფილები, ასევე დიზაინის და დეკორაციის სხვადასხვა დეტალები საინტერესო რიგითი ბათუმელებისთვისაც გახდა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ საგამოფენო პავილიონში დღეს დამთვალიერებელი მრავლად იყო, ერთ-ერთი პირველი, ვინც ყინულის სახლში განთავსებული საგამოფენო სივრცე მოინახულა, იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მარშალომიძე, დღეს აჭარის მთავრობის სრულ შემადგენლობასთან ერთად მივიდა. აგურსაგური თავის დროზე კომპანიის მფლობელმა დაადო და ახლა თურქული კომპანიაზე World of Marble ერთ-ერთი წამყვანია სამშენებლო ბიზნესში. ის რაც მშენებლობის პროცესში და დიზაინისთვისაა აუცილებელი, კიდევ 69 კომპანიამ გამოფინა. სამშენებლო მასალები, დანადგარები, დეკორატიული ფილები და ინოვაციური არქიტექტურული ტექნოლოგია. ბათუმის სამშენებლო დიზაინის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. იმართება პირველი საერთაშორისო გამოფენა მშენებლებისა და არქიტექტურების, დიზაინერების, ფაქტურად ამას მნიშვნელობა აქვს არა მარტო თვითონ კომპანიების, არამედ ადგილობრივი კომპანიებისათვის. ბევრი მათგანი იპოვის თავის პარტნიორს, იპოვის იმ საჭირო ტექნოლოგიებსა და მასალებს, რაც ამ კომპანიებს აქვს წარმოდგენილი. Our Georgia has established in 2009 and it's almost 2 years that we working on the construction site. დაინტერესებულებს ის პროექტები, რაც უკვე განხორციელდა. ამჯერად Bauer Georgia სასტუმრო ჰილტონის ფუნდამენტზე მუშაობს. კომპანია კიდევ რამდენიმე მასშტაბურ პროექტს გეგმავს. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი სრულიად უზრუნველყოთ სამშენებლო პროცესი ყველა ასპექტში, თუმცა ახალი პარტნიორული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. საგამოფენო დარბაზის მნიშვნელოვანი სივრცე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს დაეთმო. ქართულთან ერთად თავიანთი პროდუქცია ირანულმა, აზერბაიჯანულმა, სომხურმა და თურქულმა კომპანიებმა წარმოადგინეს. ვინც ქართულ ბაზარზე თავი უკვე დაიმკვიდრა და რეგიონში მასშტაბური პროექტები განახორციელა, გამოფენაზე მისული დამთვალიერებლისთვის უკვე დასრულებული და მიმდინარე მშენებლობების ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა. კომპანია საქართველოში 2006 წლიდან მოღვაწეობს. ამ დროის განმავლობაში უამრავი პროექტი განახორციელეთ. არა მარტო საქართველოში, არამედ უშუალოდ რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც კომპანია ნუროლის მიერ შესრულდა, არის სასტუმრო შერატონი და ნუროლის საცხოვრებელი სახლი. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ახალი პროექტების განხორციელებას და მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს გავაცნოთ კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგები. პირველ რიგში რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ ახლა ხანს მოხდა და რამოდენიმე პერიოდში ხდება მის ჩაბარება, ეს არის კულტურის და სამეურნეობის ცენტრი მოგეხსენებათ, ასევე მნიშვნელოვანია გეზის შენობა ბათუმში და ფილიში, ეს როგორც ჩვენს მიერ არის აშენებული, ასევე მოგეხსენებათ ქალაქში არსებული პიაცას კოშკის მშენებლობის დროს, კოშკის მშენებლობა ქალაქის ფორმაში განხორციელებულია და თვითონ ესეც ერთ-ერთი საამაყო პროექტია. სამშენებლო მასალების პირველი მასშტაბური გამოფენის ერთ-ერთი პირველი დამთვალიერებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო. საზეიმო ლენტის გაჭრის შემდეგ ლევან მარშალომიძე თითქმის ყველა სტენდთან მივიდა და წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა. რეგიონის პირველი პირი სამშენებლო ბაზრის ტექნოლოგიური სიახლეებითაც დაინტერესდა და კომპანიების სამომავლო გეგმებს გაეცნო. მართლაც ბათუმში მართლაც საუკეთესო მდგომარეობა გვაქვს მშენებლობის და ყველა ინფრასტრუქტურული კუთხე. მაგრამ კიდევ გვჭირდება. ეს გამოფენა ხელს შეუწყობს უფრო მეტი ახალი ტექნოლოგიის შემოსვლას, უფრო მეტი ახალი თემების გახსნას, მეტი კომპანიის შემოსვლას და რაც მთავარია, უფრო გავალამაზოთ და მეტი ავაშენოთ ჩვენ ქალაქში. ესაა ჩვენი მიზანი. სამშენებლო მასალების და დიზაინის გამოფენის ინიციატივა აჭარის მთავრობას ეკუთვნის. მასშტაბური პროექტი კი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტმა და სააგენტომ განახორციელა. მშენებლობა განვითარება და საბოლოოდ ბათუმის ტურისტულად მიმზიდველ ქალაქად ქცევა. მშენებლობის და დიზაინის ბაზარზე მომქმედ წამყვან კომპანიებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ვიზიტორების მოზიდვა გამოფენის მთავარი იდეად სახელდება.
ისრო ტურიზმის დეპარტამენტში არის ორგანიზებაში ჩართული. პირველ რიგში არის იმითი გამოწვეული, რომ ასეთი გამოფენების მიზანი გარდა საინვესტიციო გარემოსი, გარდა ბიზნეს გარემოსი, ასევე არის დამატებითი ვიზიტორების მოზიდვა შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში. ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე სოფლის მეურნეობის გამოფენა გვექნება. ასეთი გამოფენების მეშვეობით ხელი ეწყობა როგორც ამ სექტორის განვითარებას და დღეს აქ ბევრი საქმიანი კონტაქტები დამყარდება, ბევრი გადაწყვეტილებები მიიღება, ასევე ხელი ეწყობა დამატებითი ვიზიტორების შემოსვლა. დოლარისile fuarlara zaman ტრაპიზონის სამრეწველო პალატას წარმოადგენს, ამიტომაც ჩემთვის საინტერესოა გავიცნო ის კომპანიები და პროდუქცია, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი. საკმაოდ საინტერესო კომპანიებია, რომლებთანაც არ გამოგვიცხავთ, რომ სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობა დავამყაროთ. ბათუმის ყინულის სახლში განთავსებულ საგამოფენო სივრცეს კომპანიები 3 დღის განმავლობაში გამოიყენებენ. ამ დროის განმავლობაში დამთვალიერებლისთვის ისინი სპეციალურ პრეზენტაციებსაც წარმოადგენენ. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. თუ თქვენ დაინტერესდით გამოფენის ხილვა ხვალდაზეგაც შეგეძლებათ ყინულის სახლში განთავსებული საგამოფენო სივრცე ვიზიტორებისთვის ღია დღის 6 საათამდე იქნება.